უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის თავზე საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ოლივიე კურტო, პეტერ ფიშერი და გარეთ უორდი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ მტკიცება თითქოს მათ საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდეს მცდარია და დეზინფორმაციას წარმოადგენს. ელჩების ერთობლივი განცხადება იწყება კითხვით: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის? ავტორები მიმოიხილავენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას, უკრაინისთვის დახმარების აუცილებლობას და სამომავლო პერსპექტივებს. ელჩების თქმით, ისინი აცნობიერებენ თუ რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრა და უთითებენ, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარება საქართველოს გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს. მათივე თქმით, ევროპა რუსული საფრთხის გათვალისწინებით უკრაინის დახმარებასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას გააგრძელებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაიარაღება არა ომის წაქეზებას, არამედ საკუთარი ხალხის დაცვას და მშვიდობის შენარჩუნებას ნიშნავს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და გავზრდით ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე, რათა საბოლოოდ შეწყვიტოს მისი დაბომბვა და დათანხმდეს დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას. ამ კვირაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შემოიღებენ დამატებით სანქციებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ექსპორტს და ჩრდილოვანი ფლოტის გემებს ეხება. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ თუ რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ქართველებმა იციან რუსული შეჭრის და მათი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ტკივილი. მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ და წარმოადგენს დეზინფორმაციას. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი. ამ კონტექსტში ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატოს ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სამი ქვეყნის ელჩის ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდისავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით. საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით საქართველოს შეუძლია გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ. რუსეთი არ არის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი ენერგორესურსების დივერსიფიკაცია და ეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში. ამავდროულად ხელშეუწყობს რა ევროპის უფრო ფართო მიზანს ენერგეტიკულ მდგრადობას. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ამ კრიტიკულ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ იმ მძიმე ფასს, რომელსაც უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად იხდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოება კვლავ საფრთხის ქვეშაა იმავე აგრესორის მხრიდან. უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება, ასევე ევროპაში სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ხელშეუწყობს საქართველოსთვის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას. დღესვე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 4 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პავალ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება. მისი თქმით, ევროკავშირმა ეკონომიკური ზიანის მიუხედავად რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულება შეამცირა. საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბუმს განიცდის. ჰერჩინსკის შეფასებით ეს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კუთხით მზარდ შეუსაბამობას წარმოადგენს.